ერთ ძალიან კარგი ადამიანს მალე აქვს დაბადების დღე და მას აინტერესებდა ბანანის კრემის რეცეპტი. ხოდა მოვამზადოთ. ჩვენ დაგვჭირდება 2 კვერცხის გული, 300 მl ნაღები, 3 ცალი საშუალო ზომის ბანანი, ესე დავჭრათ. 50 გრამი კარაქი, 30 გრამი სახამებელი, 120 გრამი შაქარი, ლიმნის წვენი, რომ ბანანი არ გაშავდეს. მერე დაგვჭირდება ცალკე 350 გრამი კარაქი და 3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა. ავიღოთ კარაქი. ფრთხილად გადავყაროთ ბანანები. მოვასხოთ ლიმონი. 120 გრამი შაქარი. წამოვადუღოთ. წამოდუღდეთ თუ არა? ნახევარი წუთი ვაცადოთ, მერე გამოვხდით. ეხლა გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი სხვა ჭურჭელში, დროებით ეს გადავხდით. გადმოვიტანეთ სხვა ჯამში, სხვა ჭურჭელში, რომ მერე კარგად ავთქვიკოთ. 300 მl ნაღები, 30 გრამი სახამებელი, ცოტა მარილი, 2 კვერცხის გული. დავაბლენდეროთ. ეხლა ისევ გადმოვიტანოთ ტაფაზე. შეგვიძლია პრინციპში ტაფაშივე დავაბლენდეროთ, მაგრამ ბევრი წუწი იქნება და დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სულ მოურიოთ დუღილის პირველ ნიშნებამდე, მერე ეგრევე უნდა გამორთოთ. ოღონდ სულ უნდა ვურიოთ. როგორც კი წამოდუღდება, გადავდგათ ცოტა ხანი და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. ეხლა ავიღოთ დანარჩენი 350 გრამი კარაქი. მოვამზადოთ შაქრის პუდრა და დავიწყოთ ათქვება. თქვიფავთ კარაქს მანამდე, სანამ არ გათეთრდება და მოცულობაში არ გაიზრდება. აუცილებლად უნდა იყოს ერთი ტემპერატურის, რომ არ აიჭრას. მზად არის? აბა